მამაჩემ ყოფილი ძალოსანი იყო და პირველად თავისი ინიციატივით მე მიყვანა მაშინ თვითმფრინავი არ იყო, სხვა სამსახური ჰქონდა და მე მიყვანა დარბაზში, ახლა სადაც არანაირი კრება არ იყო, მაგრამ უნდოდა რომ თავის შვილიც თავის სპორტს გაყოლოდა ალბათ და სადაც მართლაც სულ ამოდენიმე ვარჯიში ჩავატარე და თავიდან სპორტის სახეობა არ მომეწონა. არ არის ეს ადვილი საქმე, მით უმეტეს ტექნიკაზე ბევრი რამე არის დამოკიდებული. ამ ტექნიკის სწავლას ერთ თვეში და ორ თვეში ნამდვილად ვერ ისწავლის სპორტსმენი. რაღაც გეუხერხულება შტანგა, მე მევუხერხულა ყოველ შემთხვევაში და ამის გამო ეს ტექნიკაც ცოტა მეზარებოდა ვარჯიში, რაღაც ბავშვი ვიყავ განებისმებული და მაინც მეზარებოდა ეს ყველაფერი და ვიცი. ყველა ბავშვის გატაცება არის ფეხბურთი ალბათ და ავდექი და სადაც ბურთი იყო მეც იქით დავბრუნდი ხოლმე ამხელა სტადიონზე და მე მივხვდი რომ ეს ჩემი სპორტის სახეობა მართლა არ იყო და იქ ყოფნას ჯობდა საერთოდ ჩემი დამენებებია სპორტის უставი მეზარებოდა რა ეს კროსები და რაღაც ესეთ რაღაცები მეზარებოდა და თან უკვე რომ გავიგე რომ მამაჩემ აპირებდა თავის კლუბი გაეკეთებინა მაინც თავისთავად მამაჩემაც მირჩია და უკვე სადაც ვიყავი რომ ისევ დავბრუნებოდი ძალოსნობას და დავბრუნდი ძალოსნობაში ისევ მე მამაჩემ უკვე თავის კლუბი ჩამოაყალიბა და იქ პირველი მოსწავლე მე ვიყავი, ვინც დაიწყო მამაჩემთან ვარჯიში და მის შემდეგ სადღაც 3-4 წელიწადი მამაჩემთან ვარჯიშობდი. აი ისი პირობების მქონდა, რის საშუალება მქონდა მამაჩემ მიყვანა იმ დონემდე და უკვე გიას დახმარებითაც და მამაჩემიც რომ დაელაპარაკო საჭიროა მივცეთ ერთი შანსი რაღაც იქ-აქეთ წამოვედით კლანში ავტოგახუცზე დამხდა დარბაზში თუ რამე მიჭდა ავტოსაც უჭირდა და აღნიშნავ რომ რამდენი ისეთი პერიოდიც მქონდა რომ ზმორიც არ მქონდა მაგრამ ცხოვრობდით კლანის დარბაზში სადაც მოდიოდა ავტოგახუცზე ჩემი პირადი წველი და თავის ხელით გვიმზადებდა საჭმელს და თანხმობოდა ეს რა თქვა და რაღაც კევიტყე რომ მოვიდოდა და რო ვიცოდი უკვე შავაც ერთი ვარჯიშია და შემდეგ ორ შავათამდე თავისუფალი ვიყავი ვეხორწებოდი ხოლმე ჩემს წელს რომ გამიშვი მეთქი საჩხერეში მეთქი ჩემთან და ყოველ კვირაში დავდიოდი ხოლმე საჩხერეში და ჩავიდოდი ერთი დღე ჩამოვიდოდი ისე რა ვიცი საჩხერის garaში არ შემეძლო ხოლმე გაჩერებოდი ჩემს garaში და მე უკვე ალბათ ყველაფერს ეგუება ადამიანი მივხვდი რომ თუ შედეგის გაზრდა მინოდა და შედეგი მინოდა უნდა ყოფილიყავი და ძალიან დიდ რეჟიმი მიწევდა ამის გამო და დღემდე ეგრეთ ვარ სადღაც წელიწადში 10-11 თვეს ბორზე ვარ და წელიწადში რამდენიმეჯერ ვახერხებ ჩემი მშობლების ნახოს. ჯერჯერობით ვთქვათ, თავიდან რომ ჩამოვხვედიო, ვიფიქრეთ შენ რა უნდა გაიკეთებიო, ისეთი ტარი ქონა და ისეთი მოძრაობებიო, მართლა რაღაც, მაგრამ სულ 7 თვეში ალბათ შევიცვალე თავიდან არის ავტოგახუცის დახმარებით, სულ აი მართლა შევიცვალე. ყველაფერი შეიცვალა ჩემს სპორტულ კარიერაში და უკვე დავიწყე 2010 წლიდან შედეგის და ერთხელ მახსოვს 4 სპორტსმენი ვიყავი სულ და მესამეზე გავედი და რაღაც ვაზონად ჩვენს მაგრამ ბედნიერი ვიყავი, აი კარგია რაღაცა სულ სხვანაირად ანუ მეც გამიხადა რომ ეს შეძლო წამოვიყი და საერთაშორისო შეჯიბრებებზე აღნიშნავ კიდევ 17 წლამდე ევროპის ჩემპიონატს სადაც 3 მედალი მოვიპოვე და 3 ოქროს მედალი მოვიპოვე და უკვე ძალიან დამაინტერესა მაგის შემდეგ რომ კიდევ გამიცა რაღაც პრეტენზია გამოთქო მინდა 20 წლამდელებშიც მოვიგო მე რაღაც დიდებშიც და შემორჩი მაგის წყალობით. მამაჩემ ადგა და მანქანა გაყიდა რომ ანუ დაინახა ჩემს რაღაც შემეძლო გამოკეთებია და პერსპექტივა და დაინახა ადგა მანქანა გაყიდა და ეს თლიანად თანხა მე და ჩემს გულს მოგვახმარა რომ მე წამოსულები ვიყავით თბილისში და ყველანაირად გვერდზე მედგა რომ ვიტამინი იქნებოდა რაც იქნებოდა კვების დამატებით კვება ყველანაირად გვერდზე მედგა რომ აი რაღაც არ მოკლებოდა და ყველაზე მთავარი ადამიანი ჩემს სპორტულ კარიერაში მაინც ჩემი მამა არის
შემდეგ ევროპის ჩემპიონი გავხდი 20 წლამდე და უკვე აი მაშინ უკვე მომეცა იმის სტიმული რომ შემეძლო დიდი სპორტსმენი გავხდარიყავი და დიდი შტანგა ამეწია. მანამდეც აღნიშნავდი წლები რომ ჩემგან კარგი სპორტსმენი გამოვიდოდა, მაგრამ უკვე ნაკრებშიც რომ მოხვდი, მქონდა ესეთი მომენტები რომ საერთოდ მეთქი აი შეიძლება შედეგი ვეღარს გავაკეთო, რადგან ერთ წონაზე ვიყავი გაჩერებული 7 თვე ფაქტიურად წელის პროგრამაც ვხებდა. დავიწყებდი ვარჯიშს, შემდეგ ისე ვამტკიდებოდა და უყურებდი დარბაზში ბიჭები თუ როგორ შემოვიდნენ, რაღაც მომენტში მეც მინდოდა რომ ან მე ვარჯიშა და ანალოგიური წყა გამიარა. 2013 წელს კიდევ მქონდა ესეთი პერიოდი, სადაც ვერ ვიტყვი ხა გული ამიცრუდა ჩემს სპორტის სახეობაში რაღაც, მაგრამ გაურკვეველი სიტუაციაში ვიყავი, დოპინგზე ჩავარდი, სადაც მართლა არ ვიცი, ანუ ეგეთ რაღაც არც გამიფიქრებია რომ მე შეიძლება რაღაც შემთხვევოდა, რის გამოც 2 წლიანი დისკვალიფიკაცია მომცა და უკვე ისეთ შედეგზე ვიყავი. ნებისმიერ შეჯიბრზე ევროპა იქნებოდა დიდების თუ ევროპა მსოფლიოზე შემეძლო მედლები ამეყო. ახლა ქონა გული გაცრუება, მაგრამ რაღაცა მხრივ ზოგი ჭირი მარგებელიაო და ერთი წყალობით უკეთესად მე მგონი უკეთეს შედეგი გავაკეთეთ. ერთი წამითაც არ გავჩერებულ ვართ, ნაკრებს არ ჩამოშორებულ ვართ და ყველანაირად გვერდზე მოვიდგინეთ და ერთია ვიტყოდი ამ ყველაფერმა ეს გვერდზე დგომა მართლა გამატანია ეს 2 წელიწადი და მივხვდი რომ დიდ სპორტს ტრამები ახლავს და ხშირია ეს ყველაფერი და შეიძლება ერთთვიანი, ორთვიანი ჩავარდნის შემდეგ მაინც გააკეთო სპორტსმენა შედეგი. გიორგი ასანიძე ჩვენ თავარცნალი, რომელიც აი მაქსიმალისტი დავიტყოდი და მაგ ყველაფრით თვითონაც ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და მაქსიმალურად მაძალებდა და თხოვდა და რა ვიცი ხედავდა რომ რა შემეძლო ალბათ და რა ვიცი მაინც მოვახერხო ფორმაში შევცვლიყავით დოპინგის გასვლის შემდეგ უკვე ევროპის ჩემპიონატზე, სადაც ჩემი საერთაშორისო შეჯიბრზე პირველი რეკორდი დავამყარე 1000-ის ჭიჭი და ანუ აი სპორტსმენი ვიტყვი რომ შედეგებს რო აღწევს, შეიძლება ზოგი ყვაყოფილდება, მაგრამ არ უნდა დაკმაყოფილდეს მიღწეულ შედეგით, რადგან უფრო მეტი შეგიძლია, მით უმეტეს მე როდესაც 21 წლის, 22 წლის ასაკში ამხელა წარმატებას ვაღწევდი, მინდოდა რომ უფრო მეტი და მეტი მიმეღწეა კიდევ და შემდეგ ოლიმპიადისთვის მართლა აი ძალიან გადავდები ეს ყველაფერი. ოჯახის წევრები საერთოდ ანუ ვერ ნახულობდი და ჩემი ოჯახის წევრები თვითონ სპორტზე მოდიოდნენ რომ ერთი დღე რაღაც მენახა, საათი მენახა. რამე ვაფიქრებდა, ანუ იქიდან რომ უკვე მეორე ადგილი წამოსულიყავი ან რაღაც მესამე ადგილით, ვიტყოდი რომ მართლაც ვერაფერი ვერ გავაკეთე. ხალხიც ის ყველა ადამიანი მის გულშემატკივრობდა, გული დაწყდებოდა, რომ მე ჩემპიონი ვარ ყოფილიყავი, რადგან ყველა ელოდებოდა ჩემს წარმატებას. ერთი მხრივ ფსიქოლოგიური მომენტიც არის ეს ყველაფერი და უფრო მეტი დატვირთვა მოდის შენზე, მაგრამ ღრმად ვიყავი დარწმუნებული ჩემს შესაძლებლობებში და მქონდა იმის პრეტენზია, რომ ამაღლა გამომეთქვა, რომ მე ჩემპიონი ვარ წამოსულიყავი. საერთოდ იკრიბება ეს ჩემი ოჯახის წევრები, ჩემი სამეგობრო, თვითონ რაიონში ცხოვრობენ ჩემები და იკრიბებიან და დიდ ეკრანზე უყურებენ ჩემს შეჯიბრებებს. დედაჩემი საერთოდ ანუ იმომენტში არ ჩანს და ვიცი სადაც არის ხაზ სახლში გვაქვს ხატების ეს კუთხე დგას იქ და სანამ შეჯიბრი არ მორჩება და მანამდე მაგის შემდეგ სულ იქ და ლოცულობს თავისშვილის უფრო შეხვდეს თავისშვილის წარმატებას და რაც მეხმარება და მეც ეს რწმენა გამაჩნია უფრო დედაჩემის მხრიდან და ხანდახან უკვირდები ხოლმე რომ რაც დედაჩემს ახასიათებს ეს ქრისტიანობაში და ყოველში ანალოგიურად რაღაც თვისებები მეც აქვს განმოღებული მეც. საქართველოში და მსოფლიოშიც შეიძლება და არის ბევრი ჩემზე ძლიერი სპორტსმენი, მაგრამ ამ ძალას ვერ იყენებს ტექნიკის გამო, რომ მათ ტექნიკა არ უარგია და ტექნიკა ჩვენ სპორტ სახეობაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. აკვირჭიჩი, ანუ
ცოტა ვიწროც მაქვს ჩემი ტანის სპორტსმენს და წონის სპორტსმენს, ცოტა ხელი გაშლილი უნდა ქონდეს, დღემდე მისწორებ მე ხელი გაშალი და უფრო გაგიადვილდება, მაგრამ თავიდანვე ესე ვარ შეჩვეულ და ესე უფრო მიადვილდება, ცოტა ვიწროზე მეკიდია ხელი და ეს კედაღების დროს ცოტა წელში ზღუნავს და მე უნდა წელი ჩაკეტე რაღაც, მაგრამ ამ ყველაფერს არ ვითვალისწინებ, შეიძლება ითქვას, ჩემი ორგანიზმი მეუბნება რომ ანუ ეს არის სწორი და შენთვის ეს არის კარგი და ეს ვაკეთებ ამ ყველაფერს და ატაცის ჭიჭი მართლა ანუ ეს მოძრაობა ჩემი მოძრაობა თუ ვიტყოდი მიადვილდება ყველაზე ადვილად და ეს როგორც მქონა თავიდან დღემდე დამჭა ის ვითაც მოვედი დღემდე ვაპირებ ესე გავაგზავნო და არაფერს შეცვლას ავაპირებ ჩემს ან მოძრაობაში ან ვარჯიშებში. ვარჯიშებს თვითონ ხელები ვიგითითემე როგორ და რანაირად უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ჩემ ტექნიკაში ალბათ არ შეცვლი არაფერს. სოლოვის დროს ერთი მომენტი რაც დამეხმარა რეკორდი დამყარებია ირანელი სპორტსმენის გულშემატკივრების მხრიდან წამოსული მართლა დღემდე არ ვიცი რატო წამოვიდა ეს აგრესია ჩემს მიმართ რაღაც მომენტში მართლა არ მახსოვს არაფერი თუ რა მოხდა მე იქ რაღაც ხელი გავაკეთე რომ რაღაც მაგრის გამო მაგრამ ერთი ის ვიცი რომ მათი მხრიდან წამოსული იყო ეს ცუდი ჟესტი და რაღაც ეს ხმაური რომ შეჯიბის სოლოვის დროს წყნარი არის ხოლმე საერთოდ და ყველა აი ჩუმდება მთელი დარბაზი რომ სპორტსმენს ხელი არ შეეშალოს რაღაც მომენტში ამ აგრესიამ ყვილმა და შეძახილებმა ჩემზე დადებითად იმოქმედა და მადლობას ვუხდი ამ ყველაფრისთვის მათ და უფრო დამეხმარა ეს აი დამემტკიცებია რომ მე მართლა ღირსეული ვიყავი და ჩემი ბრალი არაფერი არ იყო ნამდვილად იგულიანი ადამიანი შეიძლება მართლა ვიყო, როდესაც ან რაღაცა ფიზიკურად დაჯილდოვებული უნდა იყო, როდესაც ძალიან 21-22 წლის ასაკში ევროპის ჩემპიონი ხდები, მსოფლიო ჩემპიონი ხდები, ოლიმპიური ჩემპიონი ხდები. იღბალიც შეიძლება ამას ხელაწუს ვიდრე ანუ ეს ბუნებრივად ხარ არ დაჯილდოვებული უფლისგან, მართლა ამ ყველა შედეგებზე გასვლა, რა ვიცი, ჩემი აზრით იღბალი არ არის. იღბალს დავაბრალებდი ყველაფერს, როდესაც დაბალი შედეგით მოიგებს სპორტსმენი, მაგრამ რა ვიცი, ვიტყოდი და შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ დაბალი შედეგი ნამდვილად არ გამიკეთებია, რეკორდებზე არის საუბარი და აქ იღბალი ჩემ შემთხვევაში ალბათ არაფერს შუაში. სულ იმას ვფიქრობდი, როდესაც უკვე დიდ სპორტში გადავედი, მეთქი აი ოლიმპიადას რომ მოვიდი, შემდეგ 1 წელი, 2 წელი შეიძლება ავდგე დავისვენო და რაღაც ისე ვიყო მეთქი, მაგრამ მართლა მიჭირდა ფსიქოლოგიურად, ფაქტიურად ყველაფერს მოწყვეტილი ხარ, მაგრამ ეს ყველაფერი ღირს წარმატების ფასად, ალბათ ეს 4 წელიც არ ვაპირებ არც ერთ შეჯიბრის გამოტოვებას და ამ 4 წელს ისევ გამოვიყენებ, რომ ისევ ჩემი შედეგები გავზარდო და შევეცდები და დაგეგმილი მაქვს დანარჩენ ფილმებში არის ყოველ შემთხვევაში ეს რეკორდები გამომჯობესო.